როგორ ვამუშავებთ სატურნს? ყველგან შეგახსენებთ, რომ დამუშავება ინდივიდუალურია, მაგრამ არის ზოგადი მონაცემები, რაც შეიძლება ზოგადად დაამუშავოს ყველამ, მიუხედავად თავისი რუკისა. სატურნის შემთხვევაში, ყოველ თვის, როდესაც ჩვენ ვასრულებთ ყოველდღიურ ქმედებებს, ერთი და იგივეს ყოველი დღის განმავლობაში, ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვამუშავებთ სატურნს. ნებისმიერ დროს, როდესაც დილით ვდგებით, აი ეს დღიური რუტინა რაც არის ჩაცმა, დაბანა, საჭმელი, ანუ ეს ყველაფერი თუ იქნება ყოველ დღე დაგეგმილი, როგორც საჭირო არის, ანუ რუტინული საქმიანობა, ესე ვთქვათ, სამსახურში წასვლა, ეს ყველაფერი რუტინული, ვარჯიში თავის დროზე, თავის მიხედვა, დასვენება თავის დროზე, როდესაც ყველაფერს აქვს თავისი დრო და ყველაფერი არის დაგეგმილი, აი ეს რუტინული საქმიანობა, აი ესეთ დროს ჩვენ ვამუშავებთ სატურნს, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის გრაფიკის მიხედვით, ყველაფერი არის დაგეგმილი წინასწარ. შესაბამისად, ესეთ დროს მუშავდება სატურნი. რაც უფრო სერიოზულად მეუდგებით საქმეს, რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ საკუთარ თავზე. აქ რა თქმა უნდა გადაჭარბებაზე არ გვაქვს საუბარი, ანუ როდესაც ადამიანი დგამს ნაბიჯს, უნდა იქნოს პასუხისმგებლობა, როდესაც მე რამეს ვაკეთებ, მე უნდა ვაანალიზებდე იმას, რომ ამ ყველაფერზე მე ჩემს საკუთარ ქმედებაზე ვარ პასუხისმგებელი. შესაბამისად, აი ეს მომენტით, რომ აღება საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და არ გადაბრალება სხვებზე, ესეც არის სატურნის დამუშავება. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ წინ ვიხედებით და ესე ვთქვათ, საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, ესეთ შემთხვევაში ჩვენ ვამუშავებთ სატურნს. ყოველთვის, როდესაც დისციპლინას ვალვითარებთ საკუთარ თავზე, იგივენაირად შრომა ყოველდღიური, თუ ადამიანი ყოველდღურად შრომობს, ყოველდღურად სწავლობს, ყოველდღურად მუშაობს არა ესეთი სიზარმაცის მომენტი, არამედ რეალური მუშაობა, ესე ვთქვათ. შრომელი ადამიანი, რაც თქვა, იმ შრომელ ადამიანს აქვს ძლიერი სატურნი განვითარებული, როგორც არ უნდა ჰქონდეს რუკაში, თუ ის ადამიანი შრომობს ყოველდღიურად, ესე ვთქვათ, კარგად შრომობს, არა ისე ზოგიერთი რომ დადის სამსახურში და ზის და ამთქნარებს და ტელეფონს უყურს, აი ეს სამსახური არ იგულისხმება, იგულისხმება რეალური შრომა. აი ესეთ ადამიანებს ყველას აქვს ძლიერი სატურნი, მიუხედავად იმისა, როგორი სატურნი არის რუკაში, იმიტომ რომ დამუშავებული აქვთ, რაც არ უნდა ცუდი იყოს სატურნი რუკაში ესეთ შემთხვევაში. სერიოზული აღქმა ცხოვრების მიმართ ისე ვთქვით, იმიტომ რომ აი ეს ცანცარა ტიპაჟები სუსტი სატურნი აქვთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ სერიოზული მიდგომის პრობლემა აქვთ ზოგადად ცხოვრების მიმართ. სულ ეს არის. რაც საჭიროა სატურნის დასამუშავებლად ზოგადად და ეს არ არის მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსაცვლად მარტივია, რეალურად ყოველდღიურობაში ეს რუტინა ძალიან ბევრს უჭირს. შესაბამისად, დააკვირდით, რამდენად გამოგდით, რამდენად აკეთებთ და თქვენ ამით ისედაც რუკის ცოდნის გარეშეც დაამუშავებთ სატურნს.